მშვიდობისა. მარიამ მოჩილოცა. ილოცა. ჭაჭიური ასე. რავს დავესწრა. ხან საღერღელი გაგვახსნა სალაპარაკო. არის ეს სიმართლე. გამოთქვა საიდან არის აღერღელი გაგეხსნა. აზე არა ვარ ხალჭავის. ხო, უცნაურია. და ინგლისში მაგალითად აი ამას 100 გრამს ხოლმე სვამენ, როდესაც ნაბახუსები ხარ, რომ გამოხვიდე მდგომარეობიდან, ეძახიან მოდი დავლიოთ 100 გრამი, მოდი დავლიოთ ძაღლის ბეწვი. მართლა დიდი ნაგი გამონათქვამია, გამონათქვამია. საერთოდ ინგლისში როდესაც ცხოვრობდი, ანუ დიასახლის ვისანაც ცხოვრობდი, ოთახს ვქირავდი, ანუ და ბევრი ძაღლის ბეწვი. დიდი სახლი იყო, მთელი ოჯახი ცხოვრობდა და ამ სახლში ერთ ოთახში ვიყავი რა, ვეტეოდი, დიდი ოთახი იყო, პატარა ოთახი იყო და პატარა ოთახში როგორ ეტეოდი? ვეტეოდი, ხო, რაღაცა, მართლა ძალიან პატარა ოთახი იყო და ირლანდიელები იყვნენ და სმა უყვარდათ ძალიან. აირიშ ანუ ირლანდიური გამონათქვამია თუ ინგლისური? არა, ინგლისური, ხო, ვერ. Hair of dog. The hair of the dog, ხო, ანუ ძაღლის ბეწვი. ძაღლის ბეწვი გამახსენდა. ყოლიეთ ცხოველი შინაური. კატების და ხავს ძაღლების. 9 ძაღლი. ოღონდ ქუჩის რა. სათქავს. ერთს ქვია ალექსანდრე, ძაღლიშვილი, ჩემო შუმა დაარქვა. ძაღლიშვილი ქვია. კი, და რაღაცა, ნუ სხვადასხვა და შემოდიან, როგორ მოდიან, იცი? აი ესე კი არ არის რომ რაღაც კი არ დავსდევ ქუჩაში რომ შემოდი. აი ესე მოდიან კარებთან, ვუღებ, შემოდიან და აღარ მიდიან. ხო, და შიგნით ხდებიან უკვე 8 ძაღლი ხდება შიგნით და შემოდიან ეს და აღარ მიდიან. 9 ყავდა, ხო, ეხლა შეიძინე. არა, ანუ მოდი. არა, ეხლა რო შეგეძინე 4 შეიძინდი, 4. არა, 4 ხილი ყავს და 9 ძაღლი. 4 მოდი. ორჯერ 4. მართლა 9 ძაღლი, ხო შეიძლება. მართლა, კი. მე აჩვენენ თან, მე იქ მიდის მთელი ოჯახური განვითარება და ყველა. ფერმაკონია განცობ. აიცი რა საყვარელი. ოღონდ ეგეთი ქუჩის ძაღლი როგორიც ის არის. გიცავს, ოღონდ რას გიცავს? გარბის იმაშვება, ყებს ჭეშკართან, რომ მე გამოგხედოს რომ ნახე რა მაგარი ვარო რა. და მე დავარქვი ანდრო და აღმოჩნდა გოგო. ანდრო ხოშტარია. ანდრო ძაღლიშვილი. ძაღლიშვილი არის მათი შტო. ანუ ძაღლის სახელი ექიმის კი. მოიცა მე ექიმის მეგონა. არა კაცო. ისები არის ყველაზე ჭკვიანი. ძალიან მაგარი. ერთიშალოვნად კატებიც და ძაღლებიც. კი. ვიძე ძალიან მრავალფეროვნები შენ რა არის. ყავს? მე ხა მყავს თუთიყუში. ოლაპარაკე თუთიყუში. ბიჭო ზარმაცია და არ ლაპარაკობს, თორე მაგჯიშის ლაპარაკობენ და მღერიან კიდევ. შესავით ყოფილა, შენ წარმოცი ხარ, ლაპარაკი არ გიყვარს. გააჩნია როდისკაც. თუ დაიწყე მე აუ ვისგანაც ვიყიდე, იმამით ხარ რომ ეგეთი მყავსო და რო კითხე რომ მეთქი ლაპარაკობს მეთქი და არ ლაპარაკობს, მაგრამ რაღაც თურქულ სერიალს უყურებდიო, кайხანე და ის მორჩაო და ეხლა ესო აგზელებს რომ ღერის იმის მუსიკასო რა. შენს თუთიყუში რა ქვია? ლოლა. რა ქვია? ლოლა. ლოლა. სქესი არ ვიცით, იმიტომ რომ მაგ ჯიშებში ძალიან რთულად არის გასარკვევი, რა სქესი არის, რაღაცა იღლია უნდა აუწიო და იქ რაღაცა ფერი თუ ბუმბული რაღაცა ნიშნები აქვს, მოკეთ ისეთი რთული დამიზარა გარკვევა და ყავს თუ იტი ყავს რაღაცა. ჩემი ოცნება არის კონგოური არის, ნაცრისფერი, წითელი კუდი აქვს, მაგის ყიდვა, ეგ არის ყველაზე ჭკვიანი თუთიყუში რა. ლაპარაკის სპორტიც. თუთიყუშები ხო ზოგადად თუთიყუშები არიან, თუთიყუშის მაგარი იმეორებს. ის არის, რომელსაც შეუძლია ასოციაციები ააწყოს რა, ერთ მეცნიერს ყავდა 32 წელი და მაგალითად რა ააწყო რა. პოლიტიკაში რომ ბილი იცოდა, ჯერ გავზრდი და ვნახოთ რა. ნუ ბავშვობაში ყავდა ბეცხვარე, ნუ მამას უყვარდა როტვეილერიც. და ეხლა მალტეზე ყავს და გავედით რა კრიტერიუმით დავიწყეთ ზევნა ბავშვის ამ დროს ბეწვი არ ცვივა. მალტესა ადამიანის თმის ფაქტური. საღბინაში რო ცხოვრობ, ნუ კომფორტულია და პატარაა და ნუ სანდრო ჭამს, ამას აკეთებს, კითხულობს, ცალხეში უჭირავს რა და სამა ჯური მაქვს მაშინ ეს სახში რო ვიყავ 4-5 და ნუ ნახველები მოვიდა გუბა სანიკიზე სანახავად. და აივანზე ვხედავთ და ეს ნუ ბუბი ქვია და ხელში დაიჭირა, დაიკავა ეფერება რა ბუბის და რა ხდება ანუ უკანა ფონზე მე არ ვიცი და ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი თურმე მივიდა სანდროსთან, იცოდა რა რომ გიждდება ძალიანა ბუბიზე და გუბაზეს უჭირავს ხელში ეძახ. თურმე ყურში უთქვამს რომ ეხლა აი ბიძიანსო ხელში რო უჭირავს ზაღლიო შეჭამს. არა ადეკვატურად ეცა.
აი არაადეკვატურად, აგრესიულად მივარდა და გამოსტაცა რა ხე. ეხლა არ ეწყინება ბეჯო მომიყოლია გუბას. მოგეთ. საფრთხე დაინახა რა. ის დაიჯერა ბავშვმა. არა, თუ დასაჯერებელი. მეც ქეყოფათ ეხლა რა? მე იმას აქცია. მე ხა ორი კატა მყავს. ძაღლების უფლებას წოლი არ მაძლევს. შენ კატას ვიცნობ, სოფას და ორივე ბრიტიში მყავს. ოღონდ ძალიან ისეთია, როგორ თქვა, პრეტენზიული კი არა, დედოფალია. ერთი არის აგატა. ეს რაღაცნაირად ესე იყურება. გოგო და ბიჭი მყავს მოკლედ კატები. ორივეს ბრიტიშები რაკიღა არიან, ინგლისური სახელები ქვიათ, ცნობილი მე რომ მიყვარს იმ ინგლისელების, აგატა კრისტის გამო ქვია აგატა, გოგოს და ჰიჩკოკის გამო ქვია ბიჭს ალფრედი, ну, ვინც მიყვარს ინგლისელები და აგატა არის იმენა დედოფალი, აი ის არის ოჯახის უფროსი, ეგრე გონია. ალფრედი არის, ოღონდ მოეფერე და აჭამე და ნუ დადის ძალიან გავს ესეთია რა, რიჟა წითური ჩემშულს გავს. ის ნაცრისფერია. ის როგორც ქვია grey blue, ანუ მოლურჯო მონაცრისფროა და ეს არის რიჟა, რა ქვია ეს მულტფილმი როა, რიჟა კატაზე? გარფილდი. ერთ-ერთი გარფილდია. მე რო შევხედა მე უყურებ მულტფილმს და ანიმეებს უყურებ ბოლო დროს. ანიმეებიც არის აი მულტფილმს გააჩნია. Spirited Away, დანახილავთ Spirited Away. Spirited Away არის ოსკარი აქვს მიღებული, იაპონური მულტფილმია, ნუ ანიმე. ანიმე ხო? აღარ მახსოვს, ძალიან ცნობილი იაპონელი რეჟისორი როა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კუროსავა. დებილოებს რო ისრია ხო? კუროსავა. მულტფილმის ყურების პონტი იყო იმაზე რა, რომ საბჭოთა კავშირის პირველი არხი რაც იყო სპაკოინი ნოჩი მალიში რო იწყებოდა, მაგას ველოდებოდი და თან ვფიქრობდი რომ ნეტა რა მულტფილმს გავუშვებენ ახლა. აღარ მახსოვს, მაგრამ ხრუშა ერქვა იმას და ღორს ხო? და ფილე ძავს. ხო, აი ხო, მაგას ვიხსენე. და კარკუშა ყავს. სპეციალური ეგრუში, ადრეში, კაი ბავშვი. რას უკდა ფანტასტიკური ბავშვობა იწყებოდა. ხო. შენ რა და ეგრო შეებოდა, მე რეიწებოდა ის. დააფეთქებული მუსიკა, ვრემის. ხელისუფლებაში მოვიდეს ხალხი, ვინც არ იცის რაზე ვლაპარაკობთ ამ წუთას. აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი, რომ საერთოდ არ ესმის. საბჭოთა კავშირში ვინც არა თუ არ ახსოვს საბჭოთა კავშირში, არც დაბადებულა. მე ეგრე უყურებ, ჩვენი ამოცანაა რომ მივიტანოთ და გადავაბაროთ. ამას შეიძლება მაქსიმუმ 1 დეკადა. მე ეგრე უყურებ ამას ყველაფერს რა. 10 წელიწადში დეკადაც აჭირდება თუ ევროპაში შევასწარით, ჩათვალე გადაბარებული ხო, მაგრამ ეგ არის ყველაზე მაგარი. ეხლა ძალიან დიდწილად თვითონ გადაიბარეს ქვეყნის გადარჩენა, განსაზღვრება, ანუ ის ფიცი რო დადეს, ხო იქა? ძალიან მაგარი იყო კაცო. ანუ თვითონ გადაწყვეტენ. ანუ იმას კი არ ამბობენ, რომ გამიკეთე ეხლა შენ მე ეს. არა, მივიდენ და გააკეთეს და ეგ არის გადაწყვეტილი. და მათ არ ჭირდება დახმარება ჩვენგან. მათ ჭირდება არ შეშლაჭერდება. კი. აი ეგ არის სხვაობა გენერაციული რა, ანუ ჩვენი თაობა, კიდევ უფროსი თაობა მათ აქვთ მოლოდინი რომ სახელმწიფო მათ დაეხმარება. ამათ ჭირდებათ რომ სახელმწიფო შექმნის ისე ჩარჩოს, სადაც მიაღწევენ იმას რაც უნდათ. ხელსაჩოუშლის. ისე ახლა ბრაუნდენ ქალაქში ვიყავით. ქალაქში ძალიან დაახლოებით 35-36 სოფელშიც ვიყავით 4-ვე ერთად და ნუ ძალიან ბევრ ადგილას მოგვიწია და სამწუხაროდ ახლა სიმართლე ყველა ახალგაზრდას არა აქვს განცდა, აი საკუთრების განცდა, რომ ჩემია ეს სახელმწიფო, იმიტომ რომ არ უნდა. ესეთი რაღაცა მოცემულობა შექმნა ხელისუფლება. ახალგაზრდას არა, ანუ რაღაც ნაწილს რაღაც არა, მაგრამ ჩვენ თაობებს და არა ახალგაზრდებს საერთოდ არ აქვს განცდა. მაგალითად რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბაბუები, აი რამდენიმე სახე მახსოვს რა, ხოროწყუში, მამაში, სამეგრელოში, სოფლებში რა, ისეთი სახით ამბობენ, რომ ჩემი შვილიშვილი ჩამოვიდა, ყველაფერი ამიხსნა, ყველაფერი გავიგე, მაგათია ეს ქვეყანა. ეს თაობების, ანუ შვილიშვილი გახდა, თან ეს ხო ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ფუფუ პოლიტიკა არ მინდა და მესმის რატომაც. იმიტომ რომ მათ წარმოდგენაში პოლიტიკა არის ბელადების რაღაცა ცოტა თავში ავარდნილი ბელადებს თავიდან ჩვენი მაგალითითაც რო იმშელონ რა. არ ანუ მათ არ მოწონთ რომ ეგეთები იყვნენ.
მათ უნდათ რომ სხვანაირად ქნან რა რაღაცები არის რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ. არის. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენზე ბევრად თავისუფლები არიან სინამდვილეში და ბევრად გამბედავებიან რაღაცეებში, სადაც ჩვენ რაღაცები მე ხო თამი დამიჭერი ხა მე ხო რაღაც იმიჯი მაქვს რომ აი რაღაცა სინამდვილეში თავი დამიჭერია ბევრჯერ რომ აი რაღაცას ისეთ საკეთებენ, სადაც მე დაჟე ვერც ხვდები ხოლმე რა მაჩერებს ვერ ვიგებ ხოლმე, მაგრამ აი ხედა რომ აი რაღაცა უცე ჰოპ აიღო და გააკეთა და გამბედაობაც მეტია, სიწყალზან თავარი რამ მოხდა რა ჩვენში როგორც გულშემატკივრებში ეს კომპლექსი გადაილახა დამარცხებულის. ევროპაში შევედა. არა, წარმატებულმა რამდენიმე თამაშმა აი ჩემში როგორც გულშემატკივრებში ეს დაამარცხა. აი რა, მაგალითად ყოველთვის მეგონა რომ რაც არ უნდა კარგად გვეთამაშა, ან წინ ყოფილიყავით, ან ფრე ყოფილიყო, ბოლო წუთს მაინც გაგვიტანდა. გახსოვს ეს დამარცხებული ფსიქოლოგია ქონდა. დამარცხებული ფსიქოლოგია ის იყო რომ ბიჭო მოგებაზე მეტად რაც იყო რამაც სინამდვილეში იმას ქონა ჩაგვითრია იყო ის რომ ეგეთი მონდომებით არ გვიკეთებია აქამდე ეს საქმე. ანუ პოლიტიკაშიც ეხლა რასაც ვაკვირდებით, ხო, ბევრი ადამიანი აქტიური მოქალაქე, ვინც აი ჩართული იყო და ახლაც არის. ნუ არც უზი ცოტა მათგანს აი დამარცხებული ფსიქოლოგიაში თუ 2-ჯერ წააგო, 3-ჯერ წააგო, 7-ჯერ წააგო, 8-ჯერ წააგო, 9-ჯერ წააგო, ეხლა მე 10-ჯერ არის და ისევ იკრებს ძალას, მაგრამ ამ დროს ბევრი და ბევრი აი ახალგაზრდა ადამიანი, ვისთვისაც პირველი არჩევნებია, პირველი აქტივობაა, ეს პრობლემა არ აქვს. ბავშვობის საყვარელი კერძი რა იყო შენ? მე ორი აჯაფსანდალი და ჩახოხბილი. ოღონდ იმიტომ რომ ვისწავლე ამის კეთება სადღაც 10 წლის ასაკში. და მე რო ვაკეთებდი აჯაფსანდალს. შენ თვითონ აკეთებდი აჯაფსანდალს 10 წელს. რას ლაპარაკობ 4 რეცეპტი. ბავშვობაში აჯაფსანდალი იყო. თული კერძია ჩემო ძმაო. რას ლაპარაკობ აჯაფსანდალი. შენი ბავშვობის ეხლა კუსკუს სალატა. ავოკადო და ესა ბროკოლი. სად იყო ეგეთი? აი ყოველდღიურად საჭამდი რა გიყვარდა ყველაზე მაგრამ ბავშვობაში შემწვარი კარტოფილი რა თქმა უნდა. კვერცხი ბძულდა ბავშვობიდან, არ მიყვარს დღემდე. ხახთან ერთად ეს მერინა. არა, დედაჩემი აკეთებდა ხახთან ერთადაც, ნიორთან ერთადაც აკეთებდა. რა მიყვარდა? დაბეგვილ ხორცს აკეთებდა დედაჩემი. ანუ ბეგვავდა რაღაცა საქონლის ხორცს ძალიან და წვავდა შავი პილპილი, ხახვი და ნიორი. და დღემდე მახსოვს გემო. აი მეგონა რომ ჭამდი რაღაცა არა ამ ქვეყანაში. სუხარებში წავდა თუ? არა, ჩვეულებრივად შემწვარ კარტოფილთან ერთად და შემწვარ კარტოფილი დღემდე მყავს ხო ციხეში ერთადერთი რაზეც მოცნებობდი. მართლა ეხა საჭმელი ჯერ ციხის საჭმელიც ნორმალურია, მოდი ასე ვთქვა, საბჭოთა სასადილო საჭმელია და ხაჭაპურზე ვგიჟდები, ჩემს საყვარელი კერძია, მაგრამ მივხვდი ერთი თვის თავზე რომ აღარ შემიძლია, იმიტომ რომ იქ რამდენიმე კერძი შემოტანა შეიძლება და ერთ-ერთი არის ხაჭაპური. და სოფო მიცის რომ ხაჭაპური მიყვარს და სულ მოქონდა. და ნუ ერთი თვის თავზე ვიფიქრე რომ არასდროს ჩემ ცხოვრებაში ალბათ ხაჭაპურს არ შევჭამთქო, ისე აგიხდა, ისე უბრალოდ არ აგიხდა ცუდი რაღაცეები, იმიტომ რომ ჩემი ახლა უსასრულოდ ჭამ, მაგრამ სულ მინდოდა შემწვარი კარტოფილი, რომელზეც ვგიჟდები. ჩვენ რო ჩამოვედით აფხაზეთიდან გლდანში დაიწყო, ანუ ძალიან დიდი ნაკადი დევნილების წავიდა გლდანში. და სხვა შორის ძალიან წინ წავიდა ამის მერე გლდანი, რა ძალიან განვითარდა. დევნილებს აქვს უნიკალური თვისება. არ ეთაკილებათ შრომა. ნებისმიერი პირიქით რა და ვაჭრობაც შეუძლიათ, ანუ განსაკუთრებით გალელებს, რა ნიჭიერი ხალხი ამ ხრივ ძალიან და მე მახსოვს რომ ადამიანები რომლებიც იდგნენ პირდაპირ გზის პირას დევნილები და ყიდდნენ რაღაცა მწვანილს, ბოსტნეულს, უკეთეს შემთხვევაში ყველს, მერე წავიდნენ, გახსნეს მაღაზიები, პატარა ეს რაღაცა მარკეტები, თუ რაღაცა ხო. უკვე სხვა დააყენეს გამყიდველად, ამ შემდეგ და მერე იყიდეს ბინები გლდანში და სხვა შორის ძალიან ბევრი დევნილია და დასახლებები, ანუ ბინები არა აქვთ და იმაში არის რაღაცაში. წყნეთში არიან ძალიან ბევრი.
და მე მანდ გავიცანი ყველაზე მეტად რა. ჩემებიც ცხოვრობენ. შენი აქცევები შემოხვედრია. ნათლიად ჩემიც იქ ცხოვრობს. და იქ არის ხოლმე წნეთში რაღაცა დღეებში არის რომ მოაქვთ კარგი სულგუნი, ანუ გალელების ის კიდეც ალგი არის კარგი ფასი დევნილებმა, ნუ მეგრული მოსახლეობა ძირითადში. მაგრამ ხო, თან ბევრი და კაი. მე სხვა შორის ახლა როგორც დევნილი შემიძლია ვთქვა, რომ რატო არ მომწონს განსახლებები დევნილების? როგორი კარგიც არ უნდა იყოს. აი კორპუსებს რომ მაგალითად დევნილებს აძლევენ. მაინც გეტოა, რა ტიპისაც არ უნდა მოხსენ, არ არის რა, სწორი არ არის, რომ ისევ ყველა ხო, აი ნახე, ინტეგრაცია არ ხდება საზოგადოებაში რა. სულ ერთად უნდა იცხოვრო, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დევნილია. პატარა ბავშვმაც, რომელიც ახალი დაბადებულია, საერთოდ არ იცის ანუ არც უნახავს აფხაზეთი და რაღაცნაირად დეტერმინირებულია, რომ სულ უნდა იცხოვროს როგორც დევნილმა რა და ძალიან ცუდი ეს არასწორია, ინტეგრაცია არ ხდება საზოგადოებაში. ორი ცუდი რამეა. ერთი პოლიტიკურად რაც უნდა გააკეთო და სამართლებრივად არის რომ მათი საკუთრების უფლება სახელმწიფომ მუდმივად უნდა კონდეს დღის წესრიგში. საერთაშორისო დღის წესრიგში, იმიტომ რომ ეს არის ეთნიკური წმენდა, ამ ადამიანებს აქვს კონკრეტული საკუთარი საკუთრება და ამის მექანიზმი არსებობს. მათ შორის საერთაშორისო მექანიზმი, ლოკალური მექანიზმი, რომ შენ ამ ადამიანების საკუთრება რომ ნუ აღარ არის კი არა, პირიქით, უნდა კონდეს ბეტონი ჩაცემენტები. ერთის მხრივ, ხო. ოღონდ ჩვენთან ეს არ ხდება, გაჩერდა საერთოდ. ანუ არავინ არ უყურებს ამას რა. პოლიტიკურად ეს უნდა ქნათ და სოციალურად და ეკონომიკურად ამ ადამიანებს რატო უნდა ყავდეს გეტოში? პირიქით უნდა იყოს აბსოლუტურად ინტეგრირებული, აქ ზუსტად პირიქით არის. საკუთრება დაიკიდეს და მეორეს მხრივ ყავთ აი ესე გეტოებში. ხო და აი ამ კორპუსებსაც ხო იცი შენ იცი. მე ვცხოვრობდი კაცო. მე ვცხოვრობდი დიდი ხანი თავისუფლეს. თავისუფლეს, მაგრამ ერთი კადრი მაქვს, ხო. ეკლესიას აქეთ ხარ. კი, მან ცხოვრობდი მე სტუდენტობის ჩათვლით. მან იყავი ოღონ შენ მაგ კორპუსებში არა, იქით შიგნით იყავი. იმიტომ იქ ბინები არის კიდე რა. იქ ხო, მაგრამ კი. აქ იყო საერთო ტუალეტები, მე მახს ორი წელიწადში. ხო, უბრალოდ ხალხიდან ცოტა გავიცხოვდი. მე მან ცხოვრობდი, მე ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდი, პარლამენტის წევრი რო ვიყავი, მაშინაც მან ცხოვრობდი, ანუ რაღაცა. მე გავიცანი შენ აქცევი მან, ეხა კიდე ცხოვრობდი. ეხა ცხოვრობენ, კაცო, ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ. 2004, 2000, მამა ჩემიც მან ცხოვრობ, მე გადავიდა სხვაგან. კორპუსი, ანუ ეს ხო რაღაცა საერთო ის არის. ფლაჩოულებრივიც არ არის, მაგრამ ნუ 2005 წლამდე მე იქ ცხოვრობდი რა, სანამ ჩემი გარდაიცვალებოდა, მე ჩემი გარდაიცვალა უბრალოდ ვერ გავჩერდი იქ, ანუ არ შემეძლო იქ ცხოვრება, ეგ ყველაზე ცუდი ყველა ცუდი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში, დედის გარდაცვალება, მაგრამ იქ ცხოვრობდი კი. კი, მე მახსოვს მაგალითად სკოლაში, ჩვენ სწავლობდი ჩიტადეს ქუჩაზე 57 სკოლაში, რაც მოხდა ეს ტრაგედია და 100,000-ობით ქართველი წამოვიდა, ხო, ბუნებრივია, სკოლები, თბილისის საჯარო სკოლები შეივსო და მახსოვს მათ ჩემი და რომელიც 2 წლით უფროსი იყო მასთან კლასში, პარალელურ კლასებში კულტურული შოკი ჰქონდათ. ისედაც რთულია ამ ასაკში სკოლას რო იწვევ, სკოლა რო შემიცვალო მე ხა მე 14 წელსაკში მეც გამიჭირებოდა თბილისში, ერთი სკოლიდან მეორეში გადავსულიყავი, ხო? და წარმოიდგინე უცბად სოხუმიდან, გაგრიდან, გუდაუთიდან წამოვიდი და ეტყობოდა თუ აკლიმატიზაციის პერიოდი ბევრს გაუგრძელდა ძალიან, იგრძნობოდა და არ გზომდნენ თავდაჯერებულად. არ პლუს ამას ის ხალხი იქ ცხოვრობდა კარგად, აფხაზეთ დიდარი კუთხე იყო და უცებ აღმოჩნდნენ რაღაცა სასტუმროებში, ერთის სხვასთან საპორტოში იყო, საერთო ტუალეტებით. მე რა განცდა მქონდა, იცი რომ ჩემთვის იყო ძალიან ცივი თბილისი კლიმატურად და საერთოდ სულ მეგონა რომ ხელები მილურჯდებოდა, იმიტომ რომ აქ ძალიან ციოდა რა, ხდები კონტინენტური ჰავაა და იქ ზღვისპირია და ყველაფერი უჩვეულო იყო. მე კარგად ანუ შეძლებული ოჯახი ვიყავით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ბევრი შეძლებული ოჯახი იყო და აქ უცებ არც ტანსაცმელი მაქვს, გამონაცვალს ვიცმე, არც მესმის რას ვიცვამ. ეგ პერიოდი გახსოვს, აი პირველი დღეების ამბავი რა იყო? ძალიან კარგად. როგორ ლაგდებით და რავი, როგორ ძალიან კარგად მახსოვს. როგორი გუებით აქ როგორ ცხოვრებას როგორ იწყრო მაგაზე. ნოლიდან როგორ იწყო ხო და მაგაზე რა არის ხარ ჩემ მშობლებს ვეროთ მეტად გაუჭირდა. აუჭირდებოდა, თამარ ახლა ჩემს გაუჭირდა, გავიყარეთ, წარმოიდგინე და აი ნიკასთან სოხუმში ჩავსულიყავით. ჩემის აზრით, მოკლედ, ახლა თუ რამე პირველ რიგში გჭირდება,
მომავლის ხედვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რატო გინდა იქ რომ ადამიანები გამოკვდნენ, დაგიჯერონ, მათთან ერთად უნდა იყოს ყველაფერი ყველას გვესვის, მაგრამ რწმენასაა გადაწყვეტილი მნიშვნელობა. აი, რწმენა რომ ქართულ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლია, ჩვენ შეგვიძლია. დაიჯერა რა შეიძლება. ხო. საქართველოს მომავალი რა ერთი სიტყვაა შევთვის. აი ერთი სიტყვა მეტი არაფერი. ბედნიერება. ხო, რა, მე ხა მომჩი ევროპა. ევროპა. ევროპა 5 წელიწადში 6 ხანა უნდა იყოს ევროკავშირში. მაგაზე ნიშნულოვანი გასაკეთებელი არავის არ გვექნება ახლა ამ წუთში. ეგ მაგის ნაწილია. ჩემთვის ყველა ვარ, ჩემთვის თავარი სიტყვა მაინც ეგ არის. შეიძლება მიკრიზოებული ვარ ჩემი წინარე, რამდენიმე თვის წინანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე თავისუფლება. ამიტომ რომ ბედნიერებაში, თავისუფლებაში ყოველთვის არ არის ალბათ ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება თავისუფლების გარეშე არ არსებობს. ევროპაში არის ორივე, თავისუფლება და თავისუფლება არის ზოგადად მთავარი რამე, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა ის არის, სადაც არის მეტი თავისუფლება, მათ შორის სლოგანათაც მაგიტობა. არ არსებობს აბსოლუტური რაღაცა, ევროპაშიც არის ბევრი პრობლემები და რაღაცა, მაგრამ ჩვენ მივდივართ ნაკლები რეალურად გამოვედით მონობის მდგომარეობიდან, ეხლა ვართ რაღაცა ნაკლები თავისუფლების ამბავში და გვაქვს საშუალება, რომ მეტი თავისუფლების სივრცის ნაწილი გავხდეთ. ეგ არის ჩემთვის ახლა რაც არის ევროპა. და მათ შორის ხადე უსაფრთხოებას და ყველაფერი მაგასთან არის მე დაკავშირებული. კეთილდღეობა, ბედნიერება, ყველაფერი მაგასთან მოდიხარ, მაგრამ მოძრაობთ ნაკლები თავისუფლებისგან, მეტი თავისუფლებისგან. რამდენიმე წუთით ადრე სრულ წმენა ყოფილა ასეთი რომ არც ლიკა იყო გათხოვილი და არც ნათია და ჩაიფიქრა ოჯახმა რომ ლიკა და ნათია ან ერთ-ერთი მაინც წელს უნდა გათხოვდეს და ძველი ფეხსაცმელები უნდა გამოიტანო გარე. მთელი მოკლედ ეს ვნებით ეს ფეხსაცმელები უკან შეუტანე. შედეგად დღემდე ვათხოვოთ ლიკასაც და ნათიასაც.